დიდი რაოდენობით ეს სუნი არ იყო. რაღაც მომენტში მოდიოდა და ეს დაახლოებით ორი დღე გრძელდებოდა. მე მოხდა აფეთქება და ამ აფეთქების შემდეგ იყო რომ პირადად მე ვუთხარი რომ აქ იდგნენ სამაშველო ბრიგადა იდგა პოლიცია და მე ვუთხარი რომ გაზის სუნი არის მაღაზიაში თქო და რამე რო არ განმეორდეს რაღაცა იქნებ პრევენცია მოახდინოთ რომ გაზეთ მითხრეს რომ 114 იყო მოსული გადაკეტეს გაზი და პრობლემა აღმოფხვრილია. უბრალოდ დამომშვიდეს რომ არაფერი კაცო ამ აფეთქების მერე არაფერი ყველაფერი იგზია გადაკეტილია გაზი და ჩვენ დავწევით თვითონ და დავიზით. პირველი აფეთქება რომ ხდა ვიჯექის გამზე და სკამიანად გამისროლა უკან და მეგონა მისთვის რომ იყო ხა ვერ მოიფიქრებდი რომ ჩამოიშლებოდა რაღაც და რომ გავხედე მე უცბად ჩამოიშალა ეს კედელი რა და მე დადგა მაღაზიაში სუნი გაზის და ისეთი საგრძნობლად იყო ეს სუნი, რომ ძალიან მძაფრად იყო რა და 112-საც უთხარით, 114-საც უთხარით, მე და ლაშა ვიყავით და ორივე უთხარით, მაგრამ აღმოფხვრილიაო ეს პრობლემაო, ესე გითხრეს რა და მაღაზიაში ვერ გავჩერდი ფიზიკურად და დავკეტე და გამოვედი რა. ფაქტია რომ დაგვანგრა ყველაფერი თავზე და არ იყო აღმოფხვრილი ეს პრობლემა და ეს 7 საათისკენ საღამოს და მე მოხდა უკვე 3:30-ზე გამთენიას საშინელი აფეთქება, ძლიერი აფეთქება იყო. უკვე შენობა აბსოლუტურად ჩამოინგრა, რაც იყო კომერციული პარტი და სახლი, რომელიც ასევე დაზიანებულია. ფანჯრები, ყველაფერი ეს არის ფანჯრები, კარებები გაიტანა ძალიან დიდი წნევით იყო აფეთქება. მოგინიდან გადმომაგდო მე ისე იქხელა აფეთქება იყო. დაახლოებით 3 მეტრში ვიყავი ამ შენობასთან. ჩემი ოთახი. ჩემის ფანჯრები დაახლოებით 1 მეტრში იყო. გადაგვარჩინა იმან სქემო ფარდებმა ფანჯრის მინების ნამსხვრევებისგან. და აი ამ ქაოსში ასე ვთქვათ რაღაცნაირად გამოვაკვლიეთ გაზის თანამშრომლები რომ შეგვეშინდა სადმე ხომ არ იყო კიდე დაფიქსირა არ ვიცოდით რეალურად მიზეზი რა იყო არავინ არ იცოდა იმიტომ რომ უკვე იყო მეორებითი აფეთქება და დეტექტორით რომ გადავამოწმებინეთ გაზის თანამშრომლებს აღმოჩნდა რომ ჩვენ საცხოვრებელ სახლშიც სადარბაზოში იყო ასე ვთქვათ ანუ დეტექტორის რეაქცია რომ იქ იყო გაჟონვა გაგვითიშეს გაზი ინდივიდუალურად ნუ ამ წუთამდე ასე ვთქვათ ველოდებით რომ მოვლენ გაზის წარმომადგენლები გაგვარკვევენ აღნიშნული ფაქტის დათვალიერებას ვერ ვახერხებთ იქიდან გამომდინარე რომ ჩამონგრეულია ფაქტი და ვიზუალურად მათი დათვალიერება შეუძლებელია შესაბამისად ვერსიები ჯერჯერობით არ გვაქვს რა შეიძლება იყოს მიზეზი და რა შეიძლება მომხდარიყო მისამართი ჩვენი ვერსიით და ვარაუდით ეს არის სწორედ აი საკანალიზაციო ჭაში არსებული ძველი ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი რომელიც იყო გაუქმებული გაუქმეს იმიტომ რომ ჟონავდა და ზუსტად ამ პერიმეტრზე იყო ჩვენი ვარაუდით სწორედ აქედან გაუშვეს შემდგომ ისევის გაზი და ეს დაგროვდა მაღაზიაში კომერციულ ფარჩში თვითონ გაზი არ იყო შეყვანილი და ველოდებით რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და რაღაცა სამართალს ვიპოვეთ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს მოსახლეობას რომ ეს შიში მალევე გაგვიხარწყლავთ და იყოს ძირეული პრობლემა ნაპოვნი რაც შეიძლება მალე რომ ნამდვილად ეხლა ამაღამად რამეს უარეს არ ველოდოთ